დღეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალებიდან მე-9 და ავტოკეფალიის აღდგენის დღეა. მეუფე შიო სიონის ტაძარში პარაკლისსა და პანაშვიდს გადაიხდის. მსახურება რამდენიმე წუთში დაიწყება. პირდაპირ ეთერში გვერდება გიორგი აბაზაძე. სიონის საკათედრო ტაძარში მოქალაქეები განუწყვეტლივ აგებენ ხსოვნას ილია მეორის მოდიან საფლავზე და ასევე სიონის ტაძარში ახალი პორტრეტი განთავსდა კათოლიკოს პატრიარქისა. ისინი საუბრობენ ილია მეორის ღვაწლზე ქვეყნისა და ეკლესიის წინაშე და იხსენებენ ქვეყნის ეკლესიის ისტორიაში უმნიშვნელოვანეს თარიღს. ეს არის ავტოკეფალიის აღდგენის დღე, რომელიც იყო წინა სახელით სახელმწიფოებრიობის აღდგენისა და ეს იყო ეროვნულ განმათავისუფლებელი ბრძოლა. მე-19-მე-20 საუკუნის მიჯნაზე უნდა ითქვას, რომ ავტოკეფალურ მოძრაობას სათავეში ედგა ილია ჭავჭავაძე და ბრძოლის წინა ხაზზე იყვნენ სასულიერო პირები კირიონ საძაგლიშვილი, ლეონიდე ოქროპერიძე, ანტონ გიორგაძე, ამბროსი ყელაია და კალისტრატე ცინცაძე. 1917 წელს დღის 11 საათსა და 30 წუთზე სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში გურია ოდიშის ეპისკოპოსმა ლეონიდე ოქროპერიძემ შეკრებილ 10,000-ობით ადამიანს აცნობა ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ, თუმცა მაშინ არავის მიულოცია საქართველოს ეკლესიისთვის ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი. იმავე წლის სექტემბერში ჩატარებულ კრებაზე 106 წლიანი პაუზის შემდეგ აერჩიეს ქვეყნის ახალი კათოლიკოს პატრიარქი. ეს იყო კირიონ მეორე საძაგლიშვილი, რომელიც მოგვიანებით მარტყოფის მონასტერში მოკლეს. მაგრამ მსოფლიოს ეკლესიებს ათეულობით წლები დაასჭირდათ იმისათვის, რომ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია ეცნო. 1990 წელს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორის დიდი ძალისხმევით მსოფლიოს საპატრიარქომ აღიარა საქართველოს ეკლესიის უძველესი ავტოკეფალია, ანუ ის, რომ 1917 წელს აღდგა მე-5 საუკუნის ავტოკეფალია. სიონის საპატრიარქო ტაძრის ზარი უკვე ატყობინებს აქ შეკრებილებს, რომ ტაძარში უნდა მოვიდეს საქართველოს ეკლესიის საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი შიო მუჯირი, რომელიც გადაიხდის ჯერ პარაკლის, სავედრებელ პარაკლის, იმიტომ რომ სამი კათოლიკოს პატრიარქი წმინდანად არის შერაცხული, ხოლო შემდეგ სულის საუხპანაშვიდს განსვენებული ილია მეორის, ვინაიდან დღეს არის მისი გარდაცვალებიდან მე-9 დღე. და განუწყვეტლივ მოდიან მოქალაქეები, რომლებიც იხსენებენ ილია მეორის ღვაწლს, პატივს აგებენ მის ხსოვნას და იხსენებენ ეკლესიის ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს 1917 წლის 25 მარტს, როდესაც 106 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ეკლესიამ აღედგინა ავტოკეფალია და აირჩია პირველი კათოლიკოს პატრიარქი. მოგვიანებით უკვე იმისათვის, რომ მსოფლიო ეკლესიებს ეცნოთ საქართველოს ეკლესიის უძველესი ავტოკეფალია, ბევრი იშრომა ამისათვის ილია მეორემ.